ფრთხილად. საქართველოში მომრავლდა ფონდები, რომლებიც საქველმოქმედო სტატუსს ამოფარებულნი, ავადმყოფი და მომაკვდავი ბავშვების ფულს პირდაპირ მნიშვნელობით ჭამენ. ერთ-ერთი მსხვერპლი 4 წლის გურამი აღმოჩნდა. საფრანგეთში ბავშვის გადაყვანის და ყველანაირი საბუთის მოწესრიგებაში დახმარების სანაცვლოდ ერთ-ერთმა თაღლითმა ფონდმა ბავშვის ოჯახს 13,000 ლარი მოტყუებით გამოართვა, რადგან უთხრა, რომ ფონდში შეგროვებული თანხა არასაკმარისი იყო. ეს ფული რო გადაურიცხეთ, მეთხრა წაგიყვანო, გვაკიდინა ზურჩანთები, ტანსაცმელი ყველაფერი ჩავალაგე და აეროპორტში რომ მივედით, იქ არ დახვდა, გაქცეული იყო. მას შემდეგ, რაც ბავშვის გადასარჩენად ოჯახის მიერ ბანკიდან გამოტანილი 13,000 ლარი თაღლითმა ფონდმა შეჭამა, ამის შემდეგ ოჯახს ბავშვის საკვების საყიდელი ფულიც კი აღარ ჰქონდა. ამასობაში კი გურამიკოს მდგომარეობა დამძიმდა. გთხოვ შვილო, დედიკო დამიძახი, დედა დამიძახი და თქინდა მე მოვკვდე შვილო, გთხოვ ერთი სიტყვა გურამი. ჯერ 24 წლისა ვარ და ყველაზე უბედური დედა ვარ. ასე მგონია რომ ყველაზე უბედური ვარ ამ ქვეყნად. გურამიკოს საშინელი დაავადება ჰიდროცეფალია დაუდგინდა. არც საუბარი შეუძლია, არც სიარული. დაჯდომასაც კი ვერ ახერხებს. კრუნჩხვების დროს კი ბავშვის სიკვდილის პირას მიდის. საქართველოში მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო. უარეს კეთყვით, მედიკოსებმა წლების წინ ბავშვის დედას უთხრეს, რომ როდესაც 7 წლის გახდებოდა, მაშინ შეიცდებოდა ოპერაციის გაკეთება. ახლა კი ეუბნებიან, რომ ოპერაცია უკვე დაგვიანებულია. ღმერთო, ბავშვის სიცოცხლეზეა საუბარი. ზოგიერთი ექიმი კი უბრალოდ მკითხაობს. ეს კი გურამიკოს დაიკო 1 წლის ლიზია. გოგონას ფაფა გაუთავდა და შიმშილისგან ტირის. მოხუცი ბაბუა კი პენსიის აღებას ელოდება, რომ გოგონას ფაფა უყიდოს. გურამიკოს კი პამპერსები. საბრალო კაცს სიბერის წლები გაუმწარდა. გურამიკოს სასწრაფოდ საზღვარგარეთ არის გადასაყვანი. ღვთისმიერო ადამიანებო, მოდით ჩვენ აღვდგინოთ საბრალო დედას თაღლითი ადამიანების გამო დაკარგული რწმენა. ჩვენ გადავარჩინოთ გურამიკო. კეთილო ადამიანებო, თქვენი იმედი გვაქვს, რომ დაგვეხმარებით და ჩემს გურამის გადაგვირჩენთ. ვინც ჩემი შვილისთვის ერთ თეთრს გაიმეტებს, ყველა თქვენგანისთვის ვილოცებ. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.